მაღალ ტექნოლოგიური პროფესიები და 4 ახალი პროფესიული სტანდარტი. სკილვილის ინიციატივითა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახალი პროფესიების დანერგვა და სწავლება ქვეყნის ნებისმიერ კოლეჯში შეეძლება. პროექტის მთავარ ღირებულებად მისი პრაქტიკული ვალიდაცია სტანდარტების შექმნის პროცესში კი სკილვილთან ერთად ჩართულები იყვნენ ტექნოლოგიური სექტორის წამყვანი გლობალური და ადგილობრივი კომპანიები, რის შედეგადაც სასწავლო პროგრამების სრულად შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს. ამ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებ ჩვენ სტუმრებთან, სკილვილის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელთან ნიკა მენაღარიშვილთან და დატა არტ ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელთან ინა ეგიევთან. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემა სტუმრობისთვის. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ტექნოლოგიურ ეპოქაში, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიების სწორ გამოყენებას, ცოდნას და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ პროცესში. თავდაპირველად რომ მაყურებელს ავუხსნათ, რა ტიპის პროგრამებზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ ბუნებრივია სახელმწიფო განათლების სამინისტროს ჩართულობა და ის რომ ეს არ იქნება მხოლოდ სკილველის პროფესიულ კოლეჯში და მთლიანობაში ეს სხვა სასწავლებლებსაც მოიცავს, მაგრამ რა მიმართულება ძირითადად რა ნაწილზე რა ნაწილის ასე ვთქვათ ფორმირება მოახდინეთ იმ კუთხით რომ მაქსიმალურად ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში იქნას ეს მიმართულება შესწავლილი. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა გადაცემაში დაპატიჟებისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. მოგეხსენებათ რომ ტექნოლოგიური სფერო თავისი ბუნებით ძალიან დინამიკურია, რომელიც მუდმივ განახლებას, მოქნილობას მოითხოვს. სკილვილის მიზანი იყო რომ შეგვექმნა ისეთი საგანმანათლებლო ჩარჩო, რომელიც სტუდენტებს შესთავაზებდა თანამედროვეობის ყველაზე, ესე ვთქვათ, მოთხოვნად განათლებას. ამ ინიციატივის მიზანით სწორედ ეს იყო, რომ გარდაგვექმნა პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია მომხდარიყო ისე, სადაც განათლება და ინდუსტრიის მოთხოვნები ერთმანეთთან იქნებოდა სრულ თანხვედრაში. სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმნით წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად და განათლების სამინისტროსთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობით 4 ახალი პროფესიული მიმართულება. ესენია ციფრული მარკეტინგი, მონაცემთა ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაცია და პროცესების ავტომატიზაცია და მეოთხე მიმართულება არის IT პროექტების მართვა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება. ეს ყველა ჩემი გადმოსახედიდან არის სწორედ ის მიმართულებები, რომელიც ეხლა განსაკუთრებულად ჭირდებათ ნებისმიერ ახალგაზრდას, თუმცა რა პრინციპით შეირჩა მაგალითად ეს 4 მიმართულება? ეს 4 მიმართულება, რა თქმა უნდა, შეირჩა სიღრმისეულ კვლევაზე დაყრდნობით. ჩვენ გავაკეთეთ ბაზრის ანალიზი, თუ რაზე არის დღეს ყველაზე მეტად კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რაზე არის მოთხოვნა. ამის საფუძველს გარდა კვლევისა გვაძლევს ჩვენ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით საქართველოში იმ კომპანიებისგან, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, რა საჭიროება უდგათ დღეს. გარდა ამისა, ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ინდივიდუალურად, აი შეიძლება იყოს ადამიანი ინდ მეწარმე ან მცირე ბიზნესი ჰქონდეს მას და ციფრული მარკეტინგი კი ბატონო რაღაც სასერტიფიკატო კურსების დონეზე აქამდეც ისწავლებოდა, ასევე უმაღლეს განათლების მიმართულებით არის მოდულები, მაგრამ ეს რომ ახლა პროფესიულ სტანდარტად შეიქმნა პირველად საქართველოში, შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს 12 თვეში სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლოს პრაქტიკაზე, აი კონკრეტულად ესე ვთქვათ, პროფესიულების ნაწილში. კი, მხოლოდ პროფესიული მიმართულებით შესაძლებლობა აქვს, რომ პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება მიიღოს უმოკლეს ვადაში, რასაც პროგრამა მოიცავს. დამატებით ამისა კონდეს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღოს ეს ოდნა და გამოიყენოს მის თუნდაც პირად საქმიანობაში. ეს შეიძლება იყოს თუნდაც ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ახლა ყველაზე პოპულარულია. ხელოვნური ინტელექტის ეს მეორე პროგრამა არის
ისეთი მიმართულება, რომელიც დღეს ყველას სჭირდება. გარდა იმისა, რომ ბიზნესი უკვე ამის გარეშე წარმატებული ბიზნესის არსებობა არის წარმოუდგენელი, ინდივიდუალურ დონეზეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა თანამშრომელმა ნებისმიერმა პროფესიის მიმართულებით ფლობდეს ამ ცოდნას. და რა იგულისხმება, რომ რეალურად, როდესაც რაღაც პროცესები შეიძლება დრო გჭირდებოდეს 5 საათი, აი მაგალითად რეპორტი გაქვს გასაკეთებელი და ხარ 10 წლის გამოცდილებით ძალიან სტაჟიანი შენი საქმის პროფესიონალი. როდესაც შენს კომპანიას უკვე ეს AI ხელოვნური ინტელექტის სისტემურად ავტომატიზირებული აქვს რაღაც პროცესებში დანერგილი, ის დრო რაც მე მაგალითად მჭირდებოდა ერთი რეპორტის მოსამზადებლად, შეუძლია რომ გააკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი აკეთებს და შენი პროფესიონალიზმიც უნდა ჩანდეს ამ ყველაფერში, მაგრამ დღეს ეს რეალურად ძალიან ზოგავს დროს, ენერგიას, ფინანსებს კომპანიებისთვის და არის ზუსტად ის პროფესია, რომელიც დღეს ძალიან მოთხოვნადია ბაზარზე. და რეალურად ყველაზე მეტად გამოყენებადი და როდესაც საუბრობთ მაღალ შემოსავლიან პროფესიებზე, დიახ, ეს 4 მიმართულება, რომელიც ახალი კამ ჩამოთვალა, არის სწორედ ის პროფესიები, რომლის ცოდნის შემთხვევაში ნებისმიერმა მოქალაქეს შეიძლება იმაზე ბევრად მაღალი შემოსავალი ჰქონდეს, ვიდრე პირობითად დღეს რომელიმე ჩვენგანს გვაქვს. რა როლი შეასრულეს ამ ნაწილში ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, მათ შორის იგივე ჩვენი სტუმარი აუცილებლად მიმართა მას კითხვით და მთლიანობაში რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ჩაგერთოთ ამ პროცესში? რეალურად ამ პროცესში, ამ სტანდარტების, ამ პროფესიული სტანდარტებზე მუშაობის დროს ტექნოლოგიურ კომპანიებს ჰქონდათ გადამწყვეტი როლი. რეალურად ამ პროგრამებისთვის ისინი არიან ფუნდამენტი. რადგან ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ ეს პროგრამები არ გაგვეკეთებინა მხოლოდ აკადემიურ წრეებში, არამედ გვინდოდა რომ მოეცვა რეალურად ის გარემო, სადაც ეს ტექნოლოგიები იქნება. და ამ კომპანიების ტექნოლოგიური ექსპერტების თავის პროფესიულმა გაზიარებამ და ჩართულობამ მისცა თითოეულ მოდულს ვალიდაცია. რაც ნიშნავს, რომ სტუდენტები, რომლებიც ამ პროგრამით ისწავლიან, რეალურად მიიღებენ ისეთ ცოდნას, რომელიც რეალურ სამუშაო გარემოში არის გამოყენებადი და რაც ფასობს. არის რომ ჩვენ გვიწევს ხოლმე რაღაც არ გვინდა თეორიულად ვსწავლობ, თეორიულად ვიცით, რომ ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ განსაკუთრებით ეს ის სფეროებია ხელოვნური ინტელექტი, თუნდაც პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება, ტექნოლოგიები, რომლებიც წლიდან წლამდე ისე იცვლება, მიდგომები, გადაწყვეტილებები და სწორედ იმ ადამიანებმა იმუშავეს ამ პროგრამებზე, რომლებიც ქმნიან ყოველდღიურად ტექნოლოგიურ მომავალს და მათ შორის იყო დატა ჯორჯია, რომელიც ძალიან დაგვეხმარა ამ პროგრამებზე. თქვენი როლი აი ამ პროცესში როგორი იყო და თქვენთვის რას ნიშნავს ეს, როდესაც სახელმწიფო დაფინანსებით პროფესიულ სასწავლებლებში ადამიანებს, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ აი ეს მიმართულები და ეს პროფესიები შეისწავლონ. აი თქვენთვის კომპანიისთვის, რომელიც ამ სფეროშია, რამდენად სარგებლიანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს და თქვენთვის რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ პროექტში მონაწილეობის მიღება? მოგესალმებით. კომპანია Data Art ამ პროცესში ჩართული იყო როგორც ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი, რომელსაც აქვს რეალური გამოცდილება და შეუძლია ამ გამოცდილების გაზიარება, არა მხოლოდ გამოცდილების, არამედ ასევე იმ მოთხოვნების, რომლებსაც შემდგომ დასაქმებისას ჩვენ ვეძებთ ჩვენს კანდიდატებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში ჩართვა, გამომდინარე იქიდან, რომ მოგეხსენებათ, ჩვენ Data Art არის უკვე 30 წლის გამოცდილების მქონე საერთაშორისო IT კომპანია და ჩვენ გვაქვს ბოლო ჩვენი რამდენიმე წლის პრიორიტეტული მიმართულება არის early careers, რაც მოიაზრებს პროფესიულ სასწავლებელთან და სასწავლებელ და საგანმანათლებლო სფეროსთან მჭიდრო კომუნიკაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამომდინარე აქედან ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ გვინდა უზარდოთ კვალიფიციური და ძლიერი თაობა, აუცილებელია განათლების და ინდუსტრიის ერთობლივი და აქტიური თანამშრომლობა. შესაბამისად, ეს ინიციატივა იყო ჩვენთვის მეტად
საპასუხისმგებლო და სასიხარულო, რადგან უშუალოდ ჩვენი პროფესიონალები, ტოპ ექსპერტები ჩართულები იყვნენ როგორც შემუშავების, ასევე შემდგომ განხილვის პროცესში, რათა ეს პროგრამები მაქსიმალურად დაახლოებული ყოფილიყვნენ სამუშაო გარემოსთან და თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნილებებთან. იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ განათლების ხარისხი პასუხობდეს არა მხოლოდ დღევანდელ მოთხოვნებს, არამედ ხვალინდელ გამოწვევებსაც. მაგალითისთვის დღეს მშრალი ცოდნა საკმარისი აღარ არის. შეუძლებელია რომ არ დაგეთანხმოთ თავის თავადასი. IT სფეროსთვის დღეს თანაბრად მნიშვნელოვანი გახდა ეგრეთ წოდებული hard skill-ები, რაც მოიაზრებს ტექნიკურ და პროფესიულ ცოდნას, ისევე soft skill-ები, რომლებიც თავის თავში გულისხმობს კომუნიკაციის, გუნდურად მუშაობის, კრიტიკულად აზროვნების უნარებს. სწორედ ეს ორი კომპონენტი ცოდნისა და უნარჩვევების არის იმის საწინდარი პროფესიონალის სამომავლო წარმატების. რაც ბუნებრივია, სასიხარულო იქნება, არ შეიძლება რომ სასიხარულო არ იყოს ჩვენთვის, როგორც დამსაქმებლებისთვის, იმიტომ რომ ამ პროცესის ანუ რეალურად მზა კადრს მიიღებთ. რა თქმა უნდა, ამ პროცესის ბოლო ამ ძეწკვის ბოლო ეტაპზე ჩვენ ვიღებთ მაღალ პროფესიონალურ თან მუდმივად არის საუბარი რომ ამ სფეროში ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს კადრების, იმიტომ რომ რეალურად ეს ჩვენთვის მაინც ახალი სფეროა და თანდათანობით ვაცნობიერებთ კიდეც, მათ შორის მიუხედავად რომ ძალიან დიდია ინტერესი ახალგაზრდებში, მაინც რეალურად ცოდნის სიმცირე და პრაქტიკული უნარჩვევების სიმცირე საკმაოდ ისე თვალშისაცემია, ამიტომ ძალიან ამ პროექტის ბოლოს რეალურად მზა კადრებს მიიღებთ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნება. დიახ, და თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი დარგი არის ძალიან დინამიურად ცვალებადი და ტენდენციები და ტრენდები იმდენად მალე იცვლება, რომ ყოველწლიურად იცვლება მოთხოვნები. პირობითად თუ რამდენიმე წლის წინ პრიორიტეტული იყო ერთი ტიპის ტექნოლოგიები, დღეს მეტად პრიორიტეტული გახდა, მოთხოვნადი გახდა ისეთი ტექნოლოგიები, როგორც არის ხელოვნური ინტელექტი, დატა ანალიტიკა, ბიზნეს ანალიტიკა და სხვა. თუმცა ჩვენთვის დამსაქმებლებისთვის მაინც მეტად მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანი, რომელიც მოდის ჩვენთან დასასაქმებლად, ისფლობლეს ისეთ უნარებს, რომელიც მას დაეხმარება, მეტად მარტივად ინტეგრირდეს რეალურ სამუშაო პროცესში. სწორედ ამისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ჩვენი early career პრიორიტეტიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ განათლების და ინდუსტრიის თანამშრომლობა აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანი მშრალი ცოდნით არ შემოიფარგლებოდეს, არამედ ჰქონდეს რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა სქილვას ამ საინტერესო წამოწყებისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოგეხმაურებათ აი ამ ნაწილში და რაც შეიძლება უფრო მეტ პროფესიულ კოლეჯში, არა მხოლოდ თქვენთან იქნება ეს მიმართულებები, მათ შორის სახელმწიფოს დაფინანსებით ნასწავლი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ პროცესში. მადლობა, წარმატებებს გისურვებ და ბუნებრივია შედეგების კუთხით უკვე სიამოვნებით გიმართლებს კლავაც ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ. დიდი მადლობა თქვენ მოწვევით.